ორერას ბიჭებთან ატარებდით ძალიან ბევრ დროს და ძმებივით იყვნენ. თქვენს ურჩთაყვანისმცემლებს იგერიებდნენ? არავისაც არ მოვწონდი ალბათ, რა ვიცი, მე არავინ არ მოვწონდი. ვარ ბევრს მოწონდი. არა, ნუ ახლა მარტო ვიყავი მანამ ბუბას მეუღლე ირა ქებაძე არ ავიყვანეთ როგორც მოცეკვავი ის იყო ბალერინა ცეკვავდა მშვენივრად. ბუბა ახსენეთ და მთავარი ჭორი თქვენი ცხოვრების იყო თქვენი და ბუბას რომანის შესახებ. იცი რა, ბუბას ჰქონდა ძალიან დიდი წარმატება და მეც მქონდა როგორც ერთი ქალი ვიყავი, ხო, მომღერალი და ძალიან უნდოდათ რომ ოფილიყავით. სხვათა შორის სხვანაირად კი არ ლაპარაკობდნენ, ცოლք არი უნდოდათ რომ ყოფილიყავით და ერთხელ ვუთხარი ღაზე მევთხარი არა ვართ არაფერი და ძალიან სამწუხაროა თუ არა ხართ ერთად ესე და მე რეზიკო გიგინიაშვილმა რო გადაიღო რაღაცა ფილმი ამ იმაზე მე და ბუბა რო 50 წლის ცოლ-ქმარი რო ვიყავით თვითონ და კიდე ვიხდიდით ამის თარიღს მე ვთქვა ბუბა ძლივს არ გამოგყევი наконец-то я стала твоей женой. ბუბას როგორი პასუხი ჰქონდა ამას? არაფერი ბუბა ძალიან დიდი იუმორი აქვს, ძალიან დიდი, ისეთი კარგი ბიჭები იყვნენ, არაჩვეულებრივი და ბევრს ვიცინოდით ძალიან. Bye.